მოგესალმებით. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ნახშირწყლების და სისხლში შაქრის დონის, გლუკოზის დონის უпростоრად შესახებ. რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცენტრალური თემა ადამიანის მეტაბოლიზმში, ნუტრიციაში და ზოგადად ჯანმრთელობაში, ხო? შაქარზე, სისხლის შაქრის დონეზე დამოკიდებულია ძალიან ბევრი რაღაც. მოდი გავუყვეთ ახლა ძალიან ბევრი თემა აქვს ფურცელზე მაგ ჩამოწერილი. თქვათ, რაზე უნდა ვისაუბროთ. პირველ რიგში შევეხოთ, საიდან მოდის შაქარი, ხო, რა არის შაქარი? ენერგიის ერთ-ერთი წყაროა. მარტივად რო ვთქვათ, ვიცით რომ სამია, ხო, ასეთი წყარო. პირველი არის პროტეინი, ანუ ცილა ქართულად. მარტივად რო ვთქვათ, ცილა არის, აი თქო, ტეტრისი გითამაშია თავად ყველას, ტეტრისითი კუბიკებს ეცვლება ფორმა და ლაგდება, იწყობა. დაახლოებით ასე ორგანიზმი ამინომჟავებს, უცვლის ფორმას და ქმნის ქსოვილს, ხო, ქსოვილს და შემდეგ უკვე მიმართავს მას შესაბამის ადგილას. შეიძლება გამოიყენოს თვალის უჯრედის თვალის ქსოვილის ასაშენებლად, შეიძლება კუნთის და ასე შემდეგ. ირიბი ენერგიის წყარო არის ცილა, იმიტომ რომ პირდაპირ ცილის დაწვა, ასე ვთქვათ, არ ხდება. პირველ რიგში ხდება მისი ნახშირწყლად გადაქცევა, გლუკოზად გადაქცევა და შემდეგ ხდება მისი დაწვა. მეორე წყარო ენერგიის და პირდაპირი წყარო ეს არის ცხიმი. ადრე ადამიანი ძირითადად ცხიმს სწავლდა, სანამ შაქარი ამ ფორმით როგორც დღეს არის ცნობილი, ხო, როგორც დღეს არის მე-17 საუკუნიდან თუ არ ვცდები. ადამიანი მასიურად გადავიდა შაქრის მიღებაზე, ცხიმის მეტაბოლიზმმა უფრო ცხიმის წვამ უფრო გადაიწია მეორე პლანზე. ცხიმი არის საკმაოდ მაღალი ხარისხის საკვები, რომელიც უფრო სტაბილური საკვები არის რა. თუმცა, დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, ძირითადად მაინც უმეტესობა ადამიანები ვართ ნახშირწყლების დაწვაზე რა, გლუკოზის დაწვაზე. და მესამე ეს არის ნახშირწყლები, რომლებიც, რა თქმა უნდა, დიდი ჯგუფი არის და იყოფა ეს ბევრი ტიპის ნახშირწყალი არის, ამას გავივლით ქვევით. რა არის ნახშირწყალი? ის არის ჩვეულებრივ ადამიანის რა ატომებისგანაც შედგება, იგივე არის, ხო, ანუ ძირითადად 95% ადამიანი შედგება სულ 4 ატომისაგან, ეს არის წყალბადი, პირველ რიგში ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი და პროტეინის შემთხვევაში ემატება კიდევ აზოტი, ხო, იმიტომ რომ აზოტი არის საშენი მასალა. ზუსტად იგივე წყალბადი, ნახშირბადი და ჟანგბადი არის ნახშირწყლის სხვადასხვა მოლეკულები. ეს სხვადასხვა მოლეკულები არის ძირითადად სამი ჯგუფი არის ნახშირწყლების. პირველი არის საქარიდები, ასე ვთქვათ, მარტივი ფორმით, ასე ვთქვათ, მონოსაქარიდები და დისაქარიდები. მეორე არის სახამებელი, ანუ ძალიან ბევრი საქარიდი ერთად და მესამე ეს არის ბოჭკო, რომელიც გადამუშავებაც არ ხდება ადამიანის ორგანიზმის მიერ, მაგრამ ძალიან სასარგებლო რაღაცა არის ეს ბოჭკო. და ამასაც გავუვლით რატო. დავიწყოთ საქარიდებით, ყველაზე მარტივი მოლეკულები, მარტივი საქარიდები, ეს არის გლუკოზა, ფრუქტოზა და გალაქტოზა. სამი კიდე არის, მაგრამ ადამიანის მეტაბოლიზმში სამს აქვს როლი, ასე ვთქვათ. შემდეგ არის უკვე ამ მოლეკულების გაერთიანებით მიღებული მოლეკულები, მაგალითად გლუკოზის და გალაქტოზის გაერთიანებით ვიღებთ ლაქტოზას, ძის შაქარი რაც არის. ხოლო ფრუქტოზის და გლუკოზის გაერთიანებით უკვე ვიღებთ სუფრის შაქარს, ხო? საქარიდი, რასაც ქვია შაქარი. შემდეგ უკვე იმ შემთხვევაში თუ ძალიან ბევრი გლუკოზა არის ერთად, ეს უკვე არის სახამებელი, მაგალითად კარტოფილში რაც არის. და ბოჭკო არის ძირითადად ბოსტნეულში, მაგალითად სტაფილოში, კომბოსტოში და თითქმის ყველა ბოსტნეულში. როგორ ხდება ადამიანისში ამ სხვადასხვა ტიპის ნახშირწყლების გლუკოზად გადაქცევა, ხო? ხა ბევრს გონია ხოლმე, რომ თქვა ადამიანი რასაც მიიღებს, ან პირდაპირ იმას ითვისებს, მაგრამ რეალურად ორგანიზმი ყველაფერს შლის აბსოლუტურად. ანუ რა ტიპის ნახშირწყალიც არ უნდა მიიღოს, საბოლოო ჯამში გამოსავალი არის მარტო ორი, ან ბოჭკო და გარეთ გამოდის ორგანიზმიდან, ან გარდაექმნება გლუკოზა. ანუ ეს ყველა სახამებელი, ფრუქტოზა
galactoza, lactoza, maltoza, ნებისმიერი ზოზა საბოლოო ჯამში გარდაიქმნება გლუკოზა. რაც უფრო მონოსაქარიდი არის, ანუ რაც უფრო მარტივი ფორმით არის, მით უფრო სწრაფად ხდება სისხლში გადასვლა რა, მაგალითად ხილში არის ყველაზე ისეთი მარტივი ფორმით, ნახევარი მაგალითად ყურძენში, ვაშლში შაქარი ნახევარი არის გლუკოზა, ნახევარი არის ფრუქტოზა. შესაბამისად ძალიან მალე ხდება ხილის ჭამიდან სისხლში გადასვლა ამ გლუკოზის და ფრუქტოზის. შემდეგ ფრუქტოზაც გარდაიქმნება გლუკოზად და გლუკოზა იღებს უკვე მონაწილეობას ენერგიის წარმოქმნაში რა, ATP-ის წარმოქმნაში. ATP არის ენერგიის ერთეული ადამიანისთვის, ამაზეც გვექნება ქვემოთ საუბარი. თუ შეგიმჩნევიათ მაგალითად ჩოგბურთელები პაუზის დროს მიირთმევენ ბანანს, ხო, იმიტომ რომ პური რო შეჭამონ, პურში არის სახამებელი და უფრო მეტი დრო უნდა და უფრო მეტი ენერგიაც უნდა, სანამ სახამებელი გარდაიქმნება თქვათ გლუკოზა. ანუ ბანანი პირდაპირ არის გლუკოზა და ფრუქტოზა და ძალიან მალე ხდება ამის გარდაქმნა რა. სისხლში აღმოჩენის შემდეგ, ზოგადად ამ პროცესს ეწოდება კატაბოლიზმი, ანუ ამ ყველაფრის დაშლას, იგივეა ზუსტად პროტეინის შემთხვევაშიც და ცხიმის შემთხვევაშიც. კატაბოლური პროცესები არის, კატა ნიშნავს ქვემოთ ლათინურად დაშლას, კატალიზატორი მაგალითად რაც შლის ხო მანქანის გამონაბოლქვს. და შემდეგ ხდება ანაბოლიზმი. ანაბოლიზმი ეს არის უკვე მეორე პროცესი, რაც ორგანიზმი აკეთებს, აწყობს ამ ყველაფერს, პროტეინებს, გლუკოზას და სხვადასხვა მოლეკულებად. უნდა ვთქვათ, რომ სისხლში გლუკოზის დონე და მისი რეგულირება არის ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და ძალიან ზემოთ ვთქვით, ძალიან ბევრი რამ არის ამას დამოკიდებული რა. მართვა ხდება ჰორმონების საშუალებით. ძირითადი ჰორმონები ეს არის ინსულინი და გლუკაგონი. ანუ მიზანი ორგანიზმის, ასე ვთქვათ, ორგანიზმის მხრიდან დანახული არის, რომ შაქრის დონე, გლუკოზის დონე იყოს რაღაც კონკრეტულ ზღვარში, ანუ არც ქვემოთ ჩამოწდეს, იმიტომ რომ ადამიანი გარდაიცვლება თუ კი შაქარი ჩამოწდა კონკრეტულ მაჩვენებელს, იმიტომ რომ ტვინს სამუშაოდ მუდმივად სჭირდება შაქარი. ისევე როგორც მაღალი შაქარი იწვევს პრობლემებს, იმიტომ რომ ხდება მისი გაფუჭება, მარტივად ვთქვათ, სისხლში, კეტოაციდოზიზი და შემდეგ მომწავლავი ნივთიერება იქმნება და ადამიანი კეტოაციდოზიზი არის ესეთი დაავადება, უბრალოდ მდგომარეობა, რომელიც 24-დან 48 საათში ლეტალური ხო ადამიანისთვის. ესე რომ ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის შეინარჩუნოს ეს შაქარი გარკვეულ ზღვარში, მაგრამ ეს ზღვარი არის დიდი. და შეიძლება იყოს ძალიან ჯანმრთელები, რომ ქონდეს მინიმალურ დონეზე, ან შეიძლება ქონდეს მაღალ დონეზე და გავხდეთ პრედიაბეტიკები და შემდეგ დაგვიმართოს უკვე სრულფასოვანი დიაბეტი, ხო? როგორ ხდება ამის რეგულირება, ჯერ ვთქვათ მექანიზმი, მოდი ორგანიზმში ჰიპოთალამუსი, რომელიც ტვინის ერთ-ერთი ორგანო არის, ერთ-ერთი ცენტრალური ორგანო, რომელიც აკონტროლებს ეს პროცესებს, ნერვული სისტემის ორგანო, იმიტომ ნერვული სისტემა მთავარი სისტემა ადამიანის ორგანიზმში აკონტროლებს ყველაფერს და ასე ვთქვათ, ამ ნერვული სისტემის დამხმარე სისტემა არის ჰორმონალური სისტემა, ხო, ეს გლანდები, ასე ვთქვათ, როგორც შეგვიძლია ვიგულისხმოთ ნერვული სისტემა, როგორც დირექტორი და ეს გლანდები და ჰორმონები როგორც ვთქვათ მისი მოადგილე რა, ანუ როგორც წესი ნერვული სისტემა ავალებს გლანდებს თუ რამდენი ჰორმონი და როდის გამოყოს და შემდეგ გლანდები ამას აკეთებს და გამოიყოფა ინსულინი, რომელიც იმ შემთხვევაში თუ გლუკოზა ბევრი არის, ეს ინსულინი იღებს ამ გლუკოზას და მიაქვს უჯრედებში, მაგრამ რა თქმა უნდა უჯრედებში უნდა წასაღები იყოს, უნდა მიიღოს უჯრედმა, აი უჯრედი რო ვეღარ იღებს აი ამ ზედმეტ შაქარს, მაშინ რჩება სისხლში და მაშინაა სწორედ პრობლემები რა. და იმ შემთხვევაში თუ პირიქით დაბლა ჩამოდის, გამოიყოფა მეორე ჰორმონი გლუკაგონი, რომელიც პირიქით ჯერ ადგილობრივი საცავებიდან და შემდეგ ღვიძლიდან გამოაქვს შაქარი და სისხლში აბრუნებს იმ საშუალო დონეს, ხო? დამარაგება სათხდება, მოდი ასე ვთქვათ, რომ მარტივი იყოს გაგრძელება, სისხლში აღმოჩენის, კუჭიდან ვთქვათ, ნაწლავიდან და შემდეგ კიდე კუჭიდანაც სისხლში აღმოჩენის შემდეგ გლუკოზა, ნაწილი მიდის და პირდაპირ კუნთებში
ხდება მარაგის დაგროვება, გლიკოგენი ქვია უკვე აი ამ გლუკოზის მარაგებს, ანუ ძალიან ბევრი პატარა გლუკოზის მოლეკულა როცა ერთიანდება და ნუ რაღაცა აი სპორტსმენებს მაგალითად განსაკუთრებით განვითარებული აქვს იმის უნარი, რომ საკმაოდ ბევრი გლიკოგენი ადგილზევე კონდეთ გუნდში. იმიტომ რომ როცა დაჭირდება სწრაფად და უფრო მეტი რაოდენობა კონდეს ამ ენერგიის ადგილზე. ამის შემდეგ, ანუ კუნთების შემდეგ გლიკოგენის, ანუ გადამუშავებულ გლუკოზას, ასე ვთქვათ, დაგროვება ხდება ღვიძლში. სპორტსმენებს აქაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტის დაგროვება შეუძლიათ, რომ უფრო მეტი ხანი არ დაიღალოს და მეტი დრო კონდეს, ვთქვათ, სარბენა და ასე შემდეგ, რა. თუ გლუკოზა არის ბევრი, შემდეგ უკვე და თუ კი აღარ არის, ვეღარ მიდის ვერც უჯრედში და ვერც ღვიძლში, აი ამის შემდეგ უკვე ის ღვიძლი გარდაქმნის მას ტრიგლიცერიდად, ეს შეიძლება გეცნობათ ეს ტერმინი, ანუ ლიპიდურ პროფილში ხშირად არის ხოლმე და როგორც ასე ვაქცევ ექიმების განიმით ვაქცევ ყურადღებას რაღაც ქოლესტერინს, ხო, რაც არის სრული სიგიჟე, ტრიგლიცერიდები არის ყველაზე მთავარი რაღაცა, რაც უნდა მიექცეს ყურადღება ამ ლიპიდურ პროფილში, იმიტომ რომ ტრიგლიცერიდების სიუხვე, ასე ვთქვათ, ნიშნავს შაქრის ძალიან ცუდ მენეჯმენტს, ესე იგი ძალიან ბევრ შაქარს ვიღებთ რა. შემდეგ ეს ტრიგლიცერიდები, ნუ დადიან სისხლში, იწვევენ ათეროსკლეროზს, ნუ ეს სხვა ვიდეოს თემაა და სხვა ვიდეოში დაწვრილებით ვილაპარაკებთ მის შესახებ. ოქსიდიზირდებიან, ასე ვთქვათ, ოქსიდაცია ხდება მათი, რაც უფრო მეტია ცხიმი, მით უფრო დიდი ხანი ტრიალებს და დაძველების შემდეგ ხდება ოქსიდაცია და შედის არტერიაში და იწვევს ნადებს, ხო, რაც არის ათეროსკლეროზი, ძალიან მარტივად. გარდა ამისა, ეს ტრიგლიცერიდები შემდეგ, ანუ მიდიან უჯრედებში და ანუ ხდება ქონი, ხო, ანუ ცხიმი ჩვეულებრივ. პირველ რიგში ცხიმი ხდება, ცხიმის დაგროვება ხდება კანქვეშ, რაც არის ყველაზე კარგი ვარიანტი თუ ლაპარაკობთ ცხიმის დაგროვებაზე, ხო, ჯობია იყოს კანქვეშ ვიდრე სხვა ადგილას რა. თუ ადამიანს შეუძლია დაიგროვოს კანქვეშ ცხიმი, ეს არის კარგი, რა თქმა უნდა, ცუდია თუ დაგროვებული აქვს, მაგრამ იმიტომ რომ წესთ არ უნდა გქონდეს, ხო, ცხიმი არის პირდაპირ ანთებას იწვევს, ინფლამაციას იწვევს და გამოყოფს, ასე ვთქვათ, საიტოკაინს, ციტოკინებს, ქართულად როგორ არის ამის შესაძლებელი არ ვიცი ზუსტად, რომელიც ორგანიზმში შხამს გამოყოფს პირდაპირ და მარტივად რო ვთქვათ. ასე რომ ჯობია ზედმეტი ტრიგლიცერიდები წავიდეს კანქვეშ. აი კანქვეშ რო ვეღარ მიდის უკვე, შემდეგ მიდის უკვე მუცელში. ეს არის უკვე ცუდი ვარიანტი ვიდრე კანქვეშ, იმიტომ რომ რთული მოსაშორებელიც არის ერთი, მაგრამ უკვე ქმნის მეტაბოლურ სინდრომს რა, ანუ უკვე იწყებს ინსულინის მიმართ რეზისტენტობას. ესე იგი უკვე კანქვეშ აღარ არის ადგილი და ანუ უკვე მიდის მუცელში, სადაც ვთქვათ, ცხიმი შეუძლია ადამიანს დაიგროვოს ძალიან ლიმიტი არ არსებობს რა და რაღაც დონეზე შემდეგ უკვე მუცელსაც ყველა ადამიანის ეს ინდივიდუალური არის, გენეტიკურია რა თქმა უნდა, ნუ ოჯახების მიმართ, ქვეყნების მიმართაც კი არის თვითონ. ზოგადად არის ქვეყნები, სადაც ადამიანები უფრო ვთქვათ, კანქვეშ აგროვებენ, ზოგ ქვეყანაში უფრო ღაბაბი აქვთ, უფრო დიდი, ზოგთან უფრო ღიპი. და შემდეგ უკვე ყველაზე ცუდი ვარიანტი მუცელზე, უფრო ცუდი ვარიანტი, სადაც ეს ცხიმი მიდის, არის უკვე ღვიძლში. და უკვე თავს იჩენს დაავადება ღვიძლის გაცხიმოვნება. ადრე ეს დაავადება ემართებოდათ ალკოჰოლიკებს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ზედმეტი ეს კალორიები, ხო, რომელიც ალკოჰოლში არის ყველაზე მეტი კალორია, ანუ გრამების მიხედვით, ვთქვათ, თუ კი არის 4 კალორია ცილაში და 1 გრამ ცილაში და 1 გრამ ნახშირ წყალში, ცხიმში არის 7 და 9 არის 1 გრამ ალკოჰოლში, ანუ ალკოჰოლი არის ყველაზე ცუდი რაღაც ამ ხრივ. მაგრამ დღესდღეობით იმის გამო უკვე რომ ძალიან ბევრ შაქარს ვეტანებით ყველა, უკვე ახალი დაავადება გაჩნდა, ეს არის non-alcoholic fatty liver, ანუ არაალკოჰოლური ღვიძლის გაცხიმოვნება. ღვიძლი არის ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელიც წარმართავს, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ნერვულ სისტემასთან ერთად მეტაბოლურ პროცესს და ღვიძლის დაზიანება იწვევს ფაქტიურად ჯანმრთელობის გაუარესებას რა. არის ორგანოები ადამიანის ორგანიზმში, რომელიც საერთოდ საჭირო არ არის და შეიძლება საერთოდ
არ გქონდეს ხო ნავლის ბუშტი მაგალითად ან თირკმელი ერთ-ერთი მაგალითად ხო ანუ ადამიანი შეიძლება აგრძელოს ფუნქციონირებას მაგრამ ნუ ღვიძლი არის ერთ-ერთი ცენტრალური ორგანო რა თუკი გული არის მხოლოდ ტუმბო რომელიც გადატუმბავს სისხლს და აწოდებს ჟანგბადს და ნუტრიენტებს მთელ ორგანიზმს ნუ ღვიძლი აკეთებს გაცილებით ბევრ რაღაცას რა და ერთ-ერთი მთავარი ორგანო არის ჩვენ ვისაუბრეთ ინსულინის და გლუკაგონის მიერ ასე ვთქვათ სისხლის გლუკოზის სისხლში გლუკოზის მართვაზე ის რომ ინსულინი ცდილობს შეამციროს როცა ვთქვათ მაღალია მიაქვს რა ეს ზედმეტი გლუკოზა უჯრედებში და ეუბნება ყველა უჯრედს რომ აიღოს შეითვისოს ეს კიდე სხვა თემა არის უჯრედი რა პასუხს გასცემს ასე ვთქვათ რამდენს მიიღებს და რამდენს არ მიიღებს და მოუწევს შემდეგ ინსულინის ვთქვათ გააკეთოს ცხიმოვანი უჯრედი ადიპოზური ქსოვილი ასე ვთქვათ მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ რომ მხოლოდ ინსულინი და გლუკაგონი არ არის ის ჰორმონები რაც მოქმედებს სისხლში გლუკოზის დონეზე კორტიზოლი და ასე ვთქვათ ადრენალინი, დოპამინი ეს არის ის ჰორმონები რომლებიც ასევე მოქმედებს სისხლში გლუკოზის დონეზე. ჩვენ თქვით რომ ნერვული სისტემა მართავს ყველაფერს, რეალურად ინსულინს და გლუკაგონსაც კი ამ ჰორმონებსაც კი ნერვული სისტემა მართავს და ნუ პირველ რიგში ყველაფერი დამოკიდებულია სტრესზე და ვთქვათ ნერვული სისტემის სისტემა რას ჩათვლის რა მოთხოვნება აქვს, მაგალითად ორ ნაწილად იყოფა ეს ყველა და სხვა ჰორმონი გარდა გლუკაგონისა და ინსულინის. ერთი არის კორტიზოლი, რომელიც არის ტიპიური სტრესის ჰორმონი და ადამიანს სტრესი როცა ემართება პირდაპირ პროპორციული არის გამოიყოფა კორტიზოლი. კორტიზოლის გამოყოფა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კუნთებიდან, აი ეს გლიკოგენის მარაგი რაც ახლა ვისაუბრეთ, კუნთებში რაც არის, ღვიძლში რაც არის, პირდაპირ გამოყოფს კორტიზოლი გარეთ და ანუ უმატებს სისხლში შაქრის დონეს, იმიტომ რომ სტრესის დროს ადამიანს სჭირდება მეტი შაქარი. არის ასევე მეორე ჯგუფი ჰორმონების, რომლებიც გარდა ინსულინისა და გლუკაგონისა მოქმედებენ სისხლში გლუკოზის დონეზე. ესენი არიან კატექოლამინები, კერძოდ კი დოპამინი, ადრენალინი და ნონადრენალინი. თუკი კორტიზოლი ეხება სტრესის დონეს და ნებისმიერ ისეთ რაღაცას რაც სტრესს უმატებს, ხო, მაგალითად თუ ვართ უძილო თუ ვართ და წინა ძილის ვალი გვაქვს, ასე ვთქვათ, თუ წინა რამეს არ გვეძინა, მთელი დღე კორტიზოლი არის აწეული, შესაბამისად შაქარიც არის აწეული. შესაბამისად თუ კი დავუშვათ არ ვარჯიშობთ, ასევე თუ კი ვეწევით, თუ კი ვთქვათ, პირიქით ზედმეტს ვარჯიშობთ, ან დავუშვათ ის ადამიანი, ვისაც ვინც ყავას ვერ იტანს, დავუშვათ ყავას სვამს, ხო ეს ყველაფერი არის სტრესი ამ ადამიანისთვის, შესაბამისად გამოიყოფა კორტიზოლი და ეწევა ზემოთმეტი შაქარი. ყველაფერი უკავშირდება სტრესს, მაგრამ არის მეორე სიტუაციები, სადაც ეს დოპამინი და ადრენალინი მოქმედებენ. ეს სიტუაციები არის ეს fight or flight სიტუაცია, თქვა ბოდიში ბარბარიზმისთვის, ან ისეთი სიტუაცია, როცა სასწრაფოდ ადამიანმა უნდა გამოავლინოს რაღაც თავისი მაქსიმუმი და არის კუნთებში შაქარი დიდი რაოდენობით და ცხიმი საჭირო. ანუ ამ დროს ორგანიზმი ივიწყებს ყველაფერს, ჩერდება საჭმელური სისტემა, მთელი მარაგები რაც არის ადგილზე კუნთებში დადის სისხლში, რომ ადამიანმა შეძლოს ის რაც ვთქვათ მანამდე არ ფიქრობდა რომ შეიძლება და ასევე ღვიძლში ძალიან სწრაფად დაიშალოს ის დაგროვებული გლიკოგენი და ისიც მიეწოდოს სისხლში, რომ შემდეგ მივიდეს უჯრედებამდე და უჯრედებმა გააკეთონ ეს განსაკუთრებული სამუშაო. და ესეც იგივენაირი სიტუაციაა, ხო, უცებ ცხელის მერე ცივი წყალი, რომ ეხება ადამიანის ორგანიზმს, ეს არის ძალიან დიდი შოკი და ამ დროს ხდება სისხლში ძალიან ბევრი შაქრის მომატება. ასევე ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ აი მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი არის სიცივის თემა რა, რადგან შევეხეთ ამას, არ საუბრობს ამაზე არავინ, მაგრამ სიცივე არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა გასახდომად, იმიტომ რომ სიცივე არის სტრესი
და ორნაირად მოქმედებს, ხო? პირველი რომ თქვა ის შაქარი რაც არის სწრაფად გამოყოფს სისხლში, დაგროვილი შაქარი რაც არის და მეორე ეს არის რომ თქვა მეტი ენერგია ჭირდება ადამიანს ამ გამოყოფილ შაქარს შემდეგ რაც სტრესის ფონზე გამოყო, ხო? წვავს უფრო მეტად, იმიტომ რომ დაახლოებით 10-15% მიაქვს ადამიანს გათბობას, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურა არ უნდა ჩამოწდეს გარკვეულ Celsius, ხო? და ეს სიცივე საკმაოდ აწვევინებს ადამიანს ენერგიას რა. თუმცა თუ კი ძალიან ცხელ სიტუაციაში ადამიანი ესეც სტრესია და ესეც შაქარს უმატებს ადამიანის სისხლში. ანუ რო შევაჯამოთ რა ხდება, რომ ადამიანი ძილის დროს არის სტაბილური გლუკოზა, დილით უზმოზე ხო, უჭმელზე, იზომება, მაგრამ ეს არასწორია, მაგრამ ამაზე ვიტყვი შემდეგ, როცა მივალთ გაზომვის თემაზე სისხლში გლუკოზის, დილით იწევს თავისით, ეს ამას ქვია დილის morning sickness, ასე ვთქვათ, ხო, რაც დილის ფენომენია, რაღაც ეს ადამიანი იღვიძებს ალბათ რაღაც სტრესი ალბათ ეგეც და იწევს. შემდეგ ჭამის მიხედვით, ხო იმის მიხედვით თუ რა შევჭამთ. პირველ რიგში, ესე იგი, ნახშირწყლების შემთხვევაში, გააჩნია რა ნახშირწყალს მივირთვით, მაგრამ თითქმის მთელი ნახშირწყლის 100% თუ არა შეიძლება 80%, 90% გადადის გარდაიქმნება გლუკოზად, თუ ბოჭკო არ არის, თუ პროტეინის შემთხვევაში დაახლოებით 10-15% გარდაიქმნება გლუკოზად, ხო ცხიმის შემთხვევაში თითქმის არ მოქმედებს. ანუ ცხიმი რაც არ ნავჭამოთ, გლუკოზის დონე არ აიწევს სისხლში. შემდეგ ანუ ყოველი ჭამის შემდეგ ეს გლუკოზა ადის ზევით ჩვეულებრივ და შემდეგ უკვე როცა ჩამოდის ჩვეულებრივ გრაფიკი არის ჩამოდის იმის მიხედვით თუ რა სისწრაფით შეითვსებენ უჯრედები აი ამ შაქარს რა ინტენსივობით მიიღებენ ამ შაქარს დავუშვათ თუ ადამიანი სამჯერ ჭამს ხო ანუ სამჯერ ავა და ჩამოვა აი ამ ყველაფერზე ასევე მოქმედებს სტრესი ეს იქნება როგორც ქრონიკულ დავარქვათ ასე მთელი დღის განმავლობაში რაც თქვა სტრესი თქვა უძილო თუ ვარ წინა ღამის ან თქვა რაღაც კონკრეტული სტრესი აი დავუშვათ 5 წუთით რო თქვა განერვულებით რაღაცაზე ან თქვა 15 წუთი ხო და ასევე ამას ემატება რაღაც შოკური მომენტები ხო როცა დოპამინი და როცა ადრენალინი გამოიყოფა და ნონადრენალინი ეს არის ძირითადად თქვა აი ეს ციკლი თქვა როგორც მოძრაობს ადამიანის სისხლში გლუკოზის დონე ზოგადად ახლა ვთქვათ ის რომ მაღალი გლუკოზის დონე არის ძალიან ცუდი. პირდაპირ პროპორციული არის ადამიანის ჯანმრთელობასთან. რაც უფრო შაქრის დონე არის მაღალი, მით უფრო ეს არის ცუდი. და რამდენიმე მთავარი მიზეზი არის ამის რა. პირველი მიზეზი არის ის რომ შაქარი, აქაც დამოკიდებულია შაქარზეც ამაზეც მივალთ, ანუ არის სწრაფი მოქმედების შაქარი, პირდაპირ რომ მიდის და არის ნელი მოქმედების შაქარი, ხო, მაგალითად ლობიო, პარკოსნები, ხო, რომელიც წვეთოვანი, ხო, წვეთად აწვის შაქარს და ეს ყველაზე ჯანსაღ შაქრად ითვლება. ეს თუმცა პარკოსნებში პროტეინის ბევრი არის, არ არის მხოლოდ შაქრის წყარო. პარკოსნები და ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე კარგი სასარგებლო საკვები არის. ხო, დაუბრუნდეთ ჩვენ თემას რატო არის ცუდი. პირველი ეს არის შაქარი გამოყოფ ან შაქრის მისატანად გამოიყოფა ინსულინი და რაც უფრო მეტი შაქარია სისხლში, მით უფრო მეტი ინსულინი გამოიყოფა. ინსულინი და განსაკუთრებით მეტი არის ძალიან ცუდი ჰორმონი, იმიტომ რომ ფაქტიურად რაც კი უჯრედი არის, ხო, ეს იქნება დავუშვათ კიბოს უჯრედი, აუც კანი, ზრდის, ან ზედმეტად ზრდის, ასე ვთქვათ რა. რეალურად შაქრის დონის გაზომვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ინსულინის გაზომვა. ჩვენ ვთქვათ რაღაცა გარკვეული რაოდენობის შაქარი, ხო, რომელიც მივიღეთ, მნიშვნელოვანი არის ვთქვათ რამდენმა ინსულინმა დაწია თავის საშუალო დონეზე. შეიძლება ვთქვათ ბევრი შაქარი მივიღეთ და ამას დაჭირდეს ბევრი ინსულინი. შეიძლება მივიღეთ ცოტა შაქარი, მაგრამ ამას დაჭირდეს მაინც ბევრი ინსულინი, რაც არის პრობლემა, ხო? თუნდაც ნაოჭები რაც ადამიანს აქვს, ეს არის თქვა ის რომ თქვა კანი იზრდება ზედმეტად, რომ ინსულინს მიაქვს ზედმეტი ენერგია კანთან, კანი ვერ წვავს და თუ კი უჯრედი ვერ წვავს, მაშინ რჩება მეორე ვარიანტი, ხო, უნდა გამრავლდეს. იმიტომ რომ ეს ენერგია სადღაც უნდა წაიღოს რა. თუ საერთოდ მიიღო.
თუ არ მიიღო, ჯერ წარმოქმნება ცხიმი, მაგრამ ეს ინსულინი როცა იმატებს, ამ უფრო მეტად სთხოვს და სთხოვს, რაც უფრო მეტი ინსულინია, მეტი დაწოლა უჯრედზე რომ მიიღოს. და რომ მიიღებს, ნუ მე უკვე ხდება ამ როგორ ხდება უჯრედებში ენერგიის განსაზღვრა და გახდომა, ამაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. ეხლა თქვათ კონცენტრირებთ იმაზე თუ რატო არის ცუდი, ეს პირველი არის ცუდი, იმიტომ რომ ინსულინს გამოყოფს და ადამიანი მით უფრო ჯანმრთელია, რაც უფრო ნაკლები ინსულინი გამოიყოფა მას გარკვეულ შაქრის მიღების შემდეგ. ინსულინის გაზომვა, რაც არ არის ისეთი ხშირი პრაქტიკა, მაგრამ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც. უფრო მეც გვეუბნება რეალურად ინსულინი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უზმოზე ინსულინი, ვიდრე უზმოზე შაქრის დონის გაზომვა. მეორე მთავარი მიზეზი, რის გამოც არის შაქრები, მაღალი შაქარი სისხლში ძალიან ცუდი, ეს არის კიდევ ერთი ბარბარიზმი უნდა თქვა, ეხლა advanced glycation end products. ანუ ეს არის გლიკაციის, ასე ვთქვათ, საბოლოო პროდუქტები, ხო? ზედმეტი შაქარი ეკრობა პროტეინებს და რჩება შემდეგ ორგანიზმში და შემდეგ ეს არის შხამი რა, და თითქმის აღარ გამოდის. ძალიან რთულია შემდეგ მათი გამოდევნა. აი მაგალითად ადამიანს დიაბეტი აქვს, თვალები უზიანდება, ხო? ანუ რატო უზიანდება თვალები? თვალებში არის ყველაზე წვრილი კაპილარები, ხედულობა რატო უარესდება, ხო? ამ ყველაზე წვრილი კაპილარები და ეს წვრილი კაპილარები ასე ვთქვათ, ინფლამაციას განიცდის, ხო? ანთება ხდება აქ და ამ ანთების ერთ-ერთი გამომწვევი არის სწორედ ეს გლიცირებული პროტეინი. ანუ შაქარი, რომელიც იმის გამო, რომ ბევრი არის სისხლში და დიდი ხანი ტრიალებს, გაფუჭდა. ანუ როგორც ვთქვათ, თევზი რო დავდოთ ასე ქვაზე 2-3 დღე მაცივარში არ მოსს არაფერი, მაგრამ შემდეგ ფუჭდება, ზუსტად იგივე არის, ხო, ეს შაქარი, რომელიც ვთქვათ, ტრიალებს სისხლში, ამის შემდეგ მაღალი დონე, რაც უფრო მეტი არის, ანუ ფუჭდება რაღაც დონის ზემოთ, ხდება მისი გლიცირება, ხო, გლიკაცია. და ნუ ეს შედეგებით ახალი აღმოჩენა არის ეს ages ასე ქვია რა, თან ისე დაარქვეს ages, ანუ ინგლისურად ასაკი, ეს აბერებს თან ადამიანს და ნუ ages ქვია ამიტომ და აქ მოქმედებს არა მარტო თვითონ შაქარი მაღალი, არამედ აქ ასევე მოქმედებს თვითონ თქვათ როგორ არის საკვები, აი მაგალითად ხორცი თუ არის შემწვარი და ხორცი თუ არის მოხარშული, მანდაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ ეს თქვა მინდა რომ ეს გლიკაციის პროდუქტები, გლიკაციის საბოლოო პროდუქტები, ერთია რომ შეიძლება ვთქვათ ჩვენ შიგნით მოხდეს, ანუ ზედმეტი შაქარი მიეწევოს იმ პროტეინს, რომელსაც ჩვენ ჭამთ, ან უკვე ისეთ შიგნით არის და იქ გახდეს ეს გლიცირებული ეს პროტეინი, ან შეიძლება პირდაპირ მივიღოთ, თუ კი არაჯანსაღ საკვებს მივირთმოთ. მაგალითად, შემწვარ ხო, ან მაღალ ტემპერატურაზე გაკეთებულ მომზადებულ ხორცს, ხო? ეხლა ჯანსაღი რეალურად იმაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი თუ რა შჭამთ, არის როგორ მომზადებულს შჭამთ. ხო, შეიძლება ალბათ უფრო მეტი მნიშვნელობაც აქვს იმას, როგორ მომზადებულს შჭამთ, ტემპერატურა რაც უფრო მაღალზე კეთდება კერძი და ხორცი განსაკუთრებით მით უფრო ცუდი არის. შემდეგი პრობლემა რაც აქვს შაქარს, ეს არის ცხიმის დაგროვება, ცხიმზე ვისაუბრეთ, რომ ზედმეტი ცხიმი განსაკუთრებით მუცლის და განსაკუთრებით კიდევ უფრო უარესია ღვიძლში დაგროვებული ცხიმი, ეს არის ძალიან ცუდი. პირდაპირ გამოყოფს ასე ვთქვათ საიტოკინებს და პირდაპირ ვთქვათ ინფლამაციას უმატებს ორგანიზმს. მეოთხე მიზეზი თუ რატომ არის ცუდი შაქრის მაღალი დონის სისხლში, ეს არის ოქსიდაცია, ეს არის თავისუფალი რადიკალები. ესე იგი როგორი არის პროცესი, შევეცდები ავხსნათ, ცოტა ფიზიკა არის ჩართული, მაგრამ მაინც შევეცდები გავამარტივო. თუ კი აი ეს ცილა, რაც ვახსენე დასაწყისში ამ ვიდეოს, თუ კი ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი არის ენერგიის წყარო, ანუ კალორიები მოდის, ხო, პირდაპირ ენერგიას გამოიმუშავებს. ეს კალორიაც ძალიან ფიზიკური ტერმინი არის და არა აკურატული ძალიან. კალორია უბრალოდ ნიშნავს 1 გრამ წყლის ადუღებას, რა ზომის რამდენი ენერგია ჭირდება, ხო, მაგრამ ადამიანის მეტაბოლიზმში ძალიან ცუდად გამოხატავს რაღაცებს და საკმაოდ არა აკურატული საზომია. ATP არის მთავარი საზომი, ეს ATP არის ადენოსინ ტრიფოსფატი, ხო, რომელიც თქვათ ენერგიის ერთეული არის.
და ხოლო ჟანგბადი რა სჭირდება ადამიანს, ხო, ჩვენ რასაც ვთქვათ, ჩვენ ჟანგბადი სჭირდება იმისთვის, რომ აი უჯრედებში მიტოქონდრია რო არის, ანუ პატარა ორგანელი, ესე ქვია რა, უჯრედში ორგანელი, რომელიც სადაც ხდება იმ ATP-ის გამომუშავება, იმ აქტივ ენერგია არის საჭირო, ასე ვთქვათ რა, და დენი ელექტროენერგია შეაქვს ჟანგბადს, ჟანგბადი შედის და ელექტრონი ჟანგბადის ატომიდან, ჟანგბადის ატომს აქვს თავისი ელექტრონი, ხო? და ჟანგბადის ატომი აძლევს ელექტრონს მიტოქონდრიაში, ამ ქარხანაში, სადაც ხდება ამ ენერგიის გამომუშავება, უკვე ყველაზე ბიოქიმიურ დონეზე. და უკვე იქიდან თუმცა 100% არ უტილიზირდება რა ეს ჟანგბადი იქ და ის რო ელექტრონს აძლევს, რჩება რაღაცა ნაწილი ამ ჟანგბადის, რომელიც რჩება ელექტრონის გარეშე. როცა რჩება რაღაცა ელექტრონის გარეშე, ამას ყველას ვეძახით უკვე oxidizing agent, ანუ მაოქსიდიზირებელი აგენტი. მას უკვე ელექტრონი წართმეული აქვს, იმიტომ რომ თავისი ელექტრონი მისცა უკვე ორგანიზმს, რო ვთქვათ, ეფუნქციონირა როგორც საწვავი და შემდეგ რასაც შეეხება ყველაფერს წაართმევს ელექტრონს. მაგალითად რკინა ჟანგდება, იმიტომ რომ ჰაერი ართმევს მას ელექტრონს და დაჟანგება ხდება. ხო, ზუსტად იგივენაირი ოქსიდაცია და ჟანგვა ხდება ადამიანში და საერთოდ ეს დაჟანგვა ადამიანის არის დაბერების ერთ-ერთი მთავარი თეორია, რომ ამის გამო ბერდება ადამიანი და ამის გამო უარესდება ჯანმრთელობა დღესდღეობაში რა. მაგალითად, აი ხრტილი, ხო, ახალშობილის არის სრულად თეთრი, ხრტილი მოხუცის არის დაჟანგული ვაშლი რო დავდოთ, ნახავთ რომ ყავისფერი ხდება. ხო, ის იჟანგება, იმიტომ რომ ჰაერი ართმევს ელექტრონს. ჩვეულებრივ. აი მაგალითად ვაშლი მანგოს თუ დავდებთ, მანგო გაცილებით დიდი ხანი ძლებს და მერე იჟანგება. ანუ უფრო მეტი ანტიოქსიდანტებია, ანუ ანტიდამჟანგველი, დამჟანგველები არის მანგოში ვიდრე ვაშლში, ხო? ვაშლი ეგრევე იჟანგება, ანუ დაცვა თითქმის არ აქვს. ანუ აქედან გამომდინარე მანგო გაცილებით კარგი არის როგორც ანტიოქსიდანტი. რა კავშირი აქვს ახლა დაჟანგვასთან შაქარს, ხო? რაც უფრო ბევრ შაქარს მივაწვდით უჯრედებს, ან უჯრედს, ერთი უჯრედი ავიღოთ კონკრეტული, რაც უფრო ბევრი შაქარი და სწრაფად მიუვა, მით უფრო აი მის, ასე ვთქვათ, აი ამ მიტოქონდრიებს, ეს მიტოქონდრია უჯრედი შეიძლება იყოს, ვთქვათ, რამდენიმე ათეული ან ასეულიც კი, მით უფრო იტვირთება და მით უფრო ბევრი თავისუფალი რადიკალები გამოიყოფა და მით უფრო მეტად ხდება დაჟანგვა ადამიანის ორგანიზმის. აი ეს არის, ვთქვათ, მოკლედ რო ვთქვათ, აი ამ თავისუფალ რადიკალებს. და ბოლოს, ანუ მეხუთე მიზეზი, თუ რატომ არის შაქარი ცუდი, ეს უნდა ვთქვათ, ფრუქტოზის ეფექტი, ფრუქტოზა თვითონ არის, საკმაოდ ცუდი რაღაც რა. ესე იგი, სახამებელი გაცილებით კარგი რაღაცა არის, თუ კი დოზირება იქნება სწორი, სახამებლიდან მიღებული შაქარი არის გაცილებით სასარგებლო ვიდრე ფრუქტოზი. ფრუქტოზა ძირითადად არის ხილში. და ფრუქტოზა მხოლოდ იმის გამო, რომ ფრუქტოზა არის ასევე აი მიტოქონდრიის ფუნქციას შლის და ასევე ესეც ხელს უწყობს კიდე სხვადასხვა ცუდ პროცესს, მათ შორის ასევე თავისუფალ რადიკალებს, რომ მხოლოდ ის, რომ ეს შაქრის ტიპი არის ფრუქტოზა და არ არის გლუკოზა. თაფლშიც არის, მაგრამ თაფლში პოლიფენოლებიც არის, ანუ ეს კიდევ ვთქვათ, რაღაც გამანეიტრალებელი გარკვეული ეფექტი აქვს, მაგრამ ზოგადად ძალიან ცუდია, როცა ადამიანი ბევრ ხილს ჭამს, განსაკუთრებით ერთბაშად. მე მაგალითად ყველას ურჩევ, რომ ერთი ან ორ ხილზე მეტი არ შეჭამო დღის განმავლობაში. ხილი უნდა მივიღოთ, ჩემი აზრით, თავისი ორჯერ შეიძლება ერთი ხილი დილით, ერთი საღამოს, მხოლოდ იმიტომ, რომ შევივსოთ ანტიოქსიდანტების მარაგები. რო აი ეს დაჟანგვა, რაზეც ვილაპარაკეთ მეოთხე მიზეზში, მაქსიმალურად მისი განეიტრალება მოხდეს. ეს ანტიოქსიდანტების მარაგები, რომელიც ასევე სპორტსმენებს უფრო მეტი აქვთ, უფრო განვითარებული აქვთ, ეს ანტიოქსიდანტების მარაგები უნდა შეივსოს ადამიანმა. და თვითონ ხილებს რაც შეეხება, კენკრა არის, რატო არის კენკრა ნომერი პირველი ხილი, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებ შაქარს შეიცავს ერთი და ყველა შესაბამისად ნაკლებ ფრუქტოზასაც წილობრივად და ასევე არის პატარა, ანუ რაც უფრო კონცენტრირებულია მასში ყველაფერი, ანუ ვაშლში რაც არის დაახლოებით იმდენივე არის მოცვში, მაგრამ რეალურად გაცილებით ნაკლებ შაქარს უიღებთ თანმდებად. და ანუ ამის გამო კენკრები არის
გაცილებით სასარგებლო ვიდრე ვთქვათ ვაშლი ან სხვა უფრო შედარებით ფრუქტოზიანი საკვები რა. ზოგადად რომ დავამთავროთ ის მიტოქონდრიის და დაჟანგვის თემა ადამიანის სხეულის მიტოქონდრიული ფუნქციის მოშლა არის ესეც ინსულინის რეზისტენტობის ერთ-ერთი ასე ვთქვათ თანდევი პროცესი და ღვიძლის ტესტი არის ALT, სადაც ვთქვათ ჩანს ყველაზე ნაადრევად ეს ასევე ღვიძლის გაცხიმოვნება კავშირში არის ამ ყველაფერთან. ანუ ესენი ხდება ერთდროულად, ახლა შეიძლება ვთქვათ ჯერ მოხდეს ღვიძლის გაცხიმოვნება და შემდეგ ფაქტი შემდეგ მოხდეს უკვე მიტოქონდრიული ფუნქციის დარღვევა, ანუ ორგანიზმის უჯრედების მიერ როცა ვეღარ ხდება უკვე გამომუშავება ენერგიის ეფექტურად და უფრო მეტი თავისუფალი რადიკალები წარმოიქმნება, შეიძლება ერთი თან უსწრებდეს მეორეს რაღაც ოდნავ, მაგრამ ძირითადად ახლა საკმაოდ სერიოზული რაღაცეები არის მიტოქონდრიული ფუნქციის მოშლაც და ღვიძლის გაცხიმოვნებაც. და აქამდე ადამიანი ამის არ დაშვება, შეიძლება რა თქმა უნდა მუდმივი ტესტირებით პირველ რიგში აი ამ ALT ასე ვთქვათ მონიტორინგით რა. ჩვენ ვისაუბრეთ თუ რატომ არის მაღალი შაქარის სისხლში ცუდი და ასევე მიმოვიხილეთ მექანიზმები თუ რა მოქმედებს სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებაზე. ახლა ვთქვათ ასე რომელი პროდუქტი თუ რა დოზით გვიმატებს შაქარს და რა სისწრაფით, მანამდე ვთქვათ ჰიპოგლიცემიაზე, თუ კი ჩვენ აქამდე ვისაუბრებთ ჰიპერგლიცემიაზე, ანუ მაღალ შაქრიანობაზე სისხლში, უნდა ვთქვათ ასევე ანუ დაბალ შაქრიანობაზე, ჰიპოგლიცემიაზე. ჰიპოგლიცემია არის მდგომარეობა, როცა შაქრის დონე სისხლში არის სასურველზე დაბალი და ეს გლუკოზის დონე ხშირად არის რეაქტიული ჰიპოგლიცემიის შედეგი რა. რეაქტიული ჰიპოგლიცემია ქვია, როცა ჩვენ საკმარისად ბევრ შაქარს მივიღებთ და რაც უფრო სწრაფად და რაც უფრო მაღლა ავა ეს შაქარი, მით უფრო შემდეგ ჩამოდის ქვემოთ სასურველზე ქვემოთ. ანუ დააკვირდით, რაც უფრო სწრაფად და რაც უფრო მაღლა. ანუ ერთი არის შეიძლება მივიღო ისეთ საკვები, რომელიც პირდაპირ სისხლში შედის ძალიან სწრაფად და ეს ეხება სისწრაფეს და მეორე არის თვითონ რამდენს მივიღებ. ხო შეიძლება ეს საკვები მივიღო ბევრი, ამ შემთხვევაში ვთქვათ აღმავალი იქნება და მაღალიც იქნება, თუ მივიღეთ ცოტა, მაშინ იქნება ძალიან აღმავალი, მაგრამ იქნება ვთქვათ პატარა. ხო, აი მაგალითად ვაშლის, ფორთოხლის შემთხვევაში ძალიან სწრაფად არის სისხლში დონე. მაშინ როცა მაგალითად ოსპის შემთხვევაში მიდის ძალიან ესე ნელა, რაც არც ხასიათზე აქვს ამას დიდი ვთქვათ გავლენა, არც იმაზე რომ ამის შემდეგ აუცილებლად დავისვენოთ, თორე აღარ გვაქვს თავი რომ ვთქვათ გავიდეთ რა სხვა სამუშაო გავაკეთოთ. მონელებაც გაცილებით მარტივი არის რა. ზოგადად ესეთი პრინციპი არის, რომ რაც უფრო ზემოთ ადის და რაც უფრო სწრაფად, მით უფრო ქვემოთ ჩამოდის სასურველ დონეზე ქვემოთ. ეს არის სწორედ ის სიტუაცია, როცა თავბრუგო ხოვა ხოლმე და სასწრაფოდ გვინდა რომ რაღაც კიდე შევჭამოთ. რაღაც შაქრიანი, ხო? იმიტომ რომ და ამით ავწიოთ დონე, იმიტომ თვითონ ორგანიზმს უკვე აღარ აქვს მთელი რესურსი დახარჯა წინა მიღებული შაქრის მენეჯმენტში. აღარ აქვს რესურსი, რომ თვითონ გამოყოს გლუკაგონი და აწიოს ეს დონე იმაზე. ეს არის არაჯანსაღი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, რეაქტიული ჰიპოგლიცემია და ამ შემთხვევაში ძალიან იტვირთება პანკრეასი რა. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ინსულინი გამოვაყოფილეთ ჩვენ პანკრეასს წინა ჭამაზე, როცა ჩვენ მივიღეთ ეს ბევრი შაქარი და ანუ ორგანიზმი ეჩვევა ნელ-ნელა, რომ თქვათ ძალიან სწრაფად მაღლა ავიდეს, ჩამოვიდეს ძალიან დაბლა, მერე ისევ მოგთხოვოს სასწრაფოდ ჭამა, ისევ ზემოთ ავიდეს და აი მუდმივი ესეთი მოძრაობა ზემოთ ქვემოთ, ეს არის ძალიან ცუდი, ეს მოქმედებს ხასიათზე, ანუ ეს წყნარად ვერ იქნება ადამიანის ცხიმს ვერ დაწვავს ამ დროს და 100% არის გადასული შაქრის მეტაბოლიზმზე რა. რაც არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად არის ზოგადად ადამიანის ცხიმის მეტაბოლიზმზე, მით უფრო სტაბილური ენერგია აქვს და მით უფრო ისინი რა სვინგები, ასე ვთქვათ, ცვლილება, რადიკალური ცვლილება ხასიათში, შაქრის დონეში შესაბამისად ხასიათში არ აქვს რა. არ აქვს რაც ჭამის შემდეგ რაღაც სიმძიმის გრძნობა და არც რაღაც 2-3 საათი რო გავა, ისევ ტკბილის მოთხოვნა და თავბრუსყოლა, აბა სასწრაფოდ თუ არ შევჭამე, ვთქვათ
რაღაც გონია რომ ავად გახდება რა. ზოგადად აი მაგალითად იგივე პარკოსნების შემთხვევაში ხო თქვი დოსპი, ლობიო ხო, სოიო, ანუ ამათ ახასიათებთ ეს 5 საათი ადამიანმა. აი თქვათ რომ შეჭამოთ საკმარისი რაოდენობა და ბავშვად პური არ მიაყოლოდ და ეს 5 საათი იქნებით სტაბილურად ერთნაირ ხასიათზე და ორგანიზმი ძალიან წყნარად იქნება და შაქარი იმის რომ ავა ოდნავ ჩამოვა. ისე რომ ესეც ჯანსაღი მდგომარეობაა. მაშინ როცა თქვა თუ ჩვენ მისმაგრად ხილს შევჭამთ, პურს შევჭამთ, განსაკუთრებით პირველი ხარისხის ფულისგან გაკეთებულ ხო რეალურად ეს პირველი ხარისხი არის ბოლო ხარისხი, ამას ვიტყვი რატო არის ესე. ცოტა ხანში. ხო და ამ მდგომარეობაში ხო პურის შემთხვევაში უცებ ავარდება და უცებ ჩამოვარდება რა. ეს რაც შეეხება ჰიპოგლიცემიას, შაქრის სასურველზე დაბლა ჩამოსვლას სისხლში. ახლა გადავიდეთ სწორედ ამ თემაზე, ანუ გლიკემიურ ინდექსზე, გლიკემიაზე თუ რომელი საჭმელი, რომელი საკვები რა დოზით მიმატებს სისხლში შაქრის დონეს რა. აქ არის როგორც თქვი ორი რაღაცა, არის სისწრაფეს, გლიკემიური ინდექსი და რაოდენობა, თუ რამდენი შეიძლება ძალიან სწრაფი რაღაც შევჭამო, მაგრამ იმდან ცოტა იყოს, რომ თქვა დიდი შედეგი არ ქონდეს, ხო? პირველ რიგში თქვათ, მოდი პოლისაქარიდების სახამებლის შემთხვევაში, სახარიდი არის პოლისაქარიდი, ან ბევრი საქარიდი ერთად. ორი ტიპის არის ამილოზა და ამილოპექტინი, ამისგან შედგება სახამებელი და რაც უფრო მეტი არის ამილოპექტინის წილი, მით უფრო სწრაფი არის. მაგალითად პურში ხო ეხა ჩვენ ძირითადად პური ცხოვრება პირველი ხარისხის ფქვილისგან. ხორბალში არის 3 ნაწილი ხო არის პირველი ხარისხის შუა ნაწილი, რაც ეხა იფქვება და რაც დიდი ხანი ძლებს და სწორედ მაგიტო არის კომერციალიზებული და მაგიტო თავაზობი ყველას არის კატო, ანუ გარსი, რაც არის ძალიან სასარგებლო და არის ენდოსპერმა, ხო, საიდანაც რაც არის ჩანასახი. აი ამ ენდოსპერმაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ზეთები, არის სპერმიდინი, ესეთი ნიუტრიენტები, რომელიც დამტკიცებულია, ანუ სხანძეულობას ზრდის. და ეს კატოში არის ბევრი ბოჭკო და ძალიან ბევრი სასარგებლო ნიუტრიენტები. ასე რომ კარგი რაც არის კატო და ეს ენდოსპერმა და რაც ყველაზე სწრაფად ბოჭდება, ეს როგორც წესი იყრება და ის რაც დიდი ხანი ძლებს და ის რაც არის მხოლოდ სახამებელი და მხოლოდ შაქარი, ის რჩება ხო პირველი ხარისხის ფქვილი. ახლა ზღაპრებშიც ადრე არის ხო ყველგან ესე რომ კატო იქა ფქვილი აქვს. რეალურად პირიქით არის კატო გაცილებით სასარგებლო რაღაცა ადამიანისთვის ვიდრე ფქვილი. კიდევ რაზეა დამოკიდებული გლიკემიური ინდექსი, ну არის რა თქმა უნდა დამოკიდებული ცხიმის და ხსნადი ბოჭკოს მონაწილეობაზე, ან ჩვენ თუკი საკვებში არის რაც უფრო მეტი ბოჭკო და ცხიმია, მით უფრო თქვათ ნელა ხდება შეწოვა. და ეს კარგია კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც უფრო ნელა ხდება სისხლში გლუკოზის დონის ასვლაზევით რა. ასევე რაც უფრო ვთქვათ მომზადებისგან არის გაფუჭებული პროდუქტი, ანუ რაც უფრო მაღალ ტემპერატურაზე არის გაკეთებული, მაგალითად, მით უფრო უმარტივდება ორგანიზმის გადამუშავება და მით უფრო სწრაფად გარდაიქმნება გლუკოზად. ანუ ერთ-ერთი საკვები იმის მიხედვით, როგორ მომამზადებ, შეიძლება სწრაფად, რაც უფრო მაღალ ტემპერატურაზე დიდი ხანი იქნება მომზადებული, მით უფრო სწრაფად შევა ორგანიზმში. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სხვა მიზეზიც არის, არის გენეტიკურიც, ეს არის თუ თქვათ იმ მომენტში ადამიანის სტრესი, თქვათ რადონის სტრესი აქვს, იმიტომ რომ ვიცით რომ ნერვული სისტემა, ანუ თუ კი არ დაწყნარდა პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, პარასიმპათიკური, ანუ ვერ იწყებს მუშაობას, ანუ ვერ ხდება მონელება სრულფასოვნად, თუ კი ადამიანი არ არის დაწყნარებული. ამის გარდა ასევე მოქმედებს ჰიდრაციის დონე, თვითონ მიკრობიომი, ყველა სხვადასხვა ტიპის ბაქტერიები ყავს და ესეც კი მოქმედებს. ანუ ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვანაირად შეიძლება შეითვისებდეს ერთი და იგივე საკვებს. და აქ საკმაოდ ბევრი ცვლადი არის ამაზე. მაგრამ არის რა თქმა უნდა ძირითადი წესები, ეხლა ვაში ყოველთვის უფრო სწრაფად შეიცვალა ვიდრე პური და პური ყოველთვის სწრაფად შეიცვალა ვიდრე ლობიო, მაგრამ მაინც ინდივიდუალურ დონეზე არის განსხვავებები რა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ რომ შევანილოთ ეს სისხლში შაქრის არის მეთოდები, ასე ვთქვათ, პირველი მეთოდი და ყველაზე ძირითადი მეთოდი არის რომ ჯერ ვთქვათ მივირთვათ პროტეინი, ბოჭკო და ბოლოს
ბოლოს მივიდროთ ნახშირწყალი, ასევე ცხიმიც მანამდე არის ასევე რომ თქვათ ჭამის შემდეგ მოძრაობა, რა თქმა უნდა, დაეხმარება აი ამ ბევრ შაქარს, რომელიც მივიღებთ გადამუშავებაში. საერთოდ ზოგადად ეს მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე, ანუ სწრაფად შეწოვადი სისხლში შაქრები, ჯობია რომ თუ მაინც მიღება არის ყველაზე კარგი პერიოდი არის ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერე. ზუსტად რომ მარტივად არ მოხდეს მათ დაგროვება და ზედმეტი ინსულინის გამოყოფა და იქვე დაიწყოს. სანამ ეს მივა უჯრედებამდე და თქვათ შიატენის უჯრედებს ამ ზედმეტ შაქარს ინსულინი. ასევე როცა ვსაუბრობ ჩვენ შაქარზე, არ შეიძლება არ თქვათ დოპამინზე, რა ამ შაქარი არის ჩვეული ნარკოტიკი, იმ გაგებით რომ შაქრის მიღების დროს გამოიყოფა დოპამინი, რაც ადამიანის არის мотиваცია, ხო, რომ ადამიანი გადარჩეს, თქვათ, წასულიყო ადრე, პრეისტორიული ადამიანი, ეჭამა, თქვათ, ფოთოლი, ეხლა მაშინ რა თქმა უნდა არ იყო პური არ ცხობოდა, თქვათ, ეჭამა ფოთოლი და ანუ ორგანიზმი აჯილდოვებდა ამისთვის, რომ თქვათ, მას мотиваცია ქონდა, მიმხვდარიყო, რომ ეს არის კარგი. ხო და ეს ჩადებული ადამიანში ძალიან ინსტინქტური დონეზე და ეს შაქარი გამოყოფს დოპამინს, რაც twin-ში არის, თქვათ, დამაჯილდოვებელი და სიამოვნების მომგვრელი და ეს ეხმარება, რა თქმა უნდა, იმას, რომ შაქრის პანდემია, ხო, რეალურად დღეს რაც არის, ეს არის შაქრის პანდემია, უბრალოდ თუ კი, თქვათ, კორონავირუსი კლავდა რაღაც პერიოდში, ერთ კვირაში, და სამ კვირაში, შაქრის მოქმედების პერიოდი გაწელილია შეიძლება 10 წელზე, 15 წელზე, 20 წელზე, მაგრამ ჩვეულებრივი პანდემია არის, ხო? ის რაც ხდება, ეს ნამდვილად არის ნორმალური სიტუაცია და ანუ არავინ ამაზე არ საუბრობს რა. ნუ ისიც თქვათ, მოდი, რომელი პროდუქტები არის ყველაზე მაღალ გლიკემიური, ესეც შევაჯამოთ. ჩემი გამოცდილებით, რაც მე ჩემ თავზე გამომიცდია, იმიტომ მე ვატარებ შაქრის თქვათ მუდმივ საზომს, ამაზეც შემდეგ სექციაში ვისაუბრებ. პირველი ყველაზე ცუდი ამ მხრივ არის სითხე, რომელშიც არის შაქარი და ეს არის გაზიანი დამაგრელებელი სასმელები, ლიმონათები, იმიტომ რომ სითხიდან შაქარი შეიწოვება გაცილებით სწრაფად და მარტივად ვიდრე საკვებიდან. ასე რომ სასმელი ესა ნომერი პირველი თუ გვინდა სითხეში, რაც უნდა ამოვიღოთ თუ გვინდა სითხეში შაქრის დონის შემცირება. შემდეგ ეს არის რა თქმა უნდა მაღალგლიკემიური პროდუქტები, ხილი, პურპუნშეული და ასე შემდეგ. რა ანუ ყველაფერში რაც არის ნახშირწყლები, ხო ეს უფრო ყველაზე ნაკლებად არის ნახშირწყლების წყაროები, ყველაზე ნაკლებად არის სრულ მარცვალში, რა ეს იქნება თუნდაც პური, რომელიც სრული ცეხვილი იმით არის დამზადებული, ხო სრული მარცვლით, ან თქვათ ციციბურა, რომელიც გადაუმუშავებელი არის, ხო, თავისივე, ან შვრია, რომელიც გადაუმუშავებელი არის. ყველა ეს სასარგებლოც არის და ყველაზე ნაკლებადაც ხდება სისხლში გლუკოზის მატება, როცა მივიღებ მთლიან მარცვლს რა. კიდევ ერთხელ მეორე რაც მეტად გადამუშავებულია, მით უფრო სწრაფად ხდება შეწოვა სისხლში. მოდი გადავიდეთ ახლა უკვე გაზომვაზე, გლუკოზის დონის სისხლში. იმის სისხლში შაქრის დონე იზომება მილიმოლებში ან მილilitrებში, დეკალიტრში. ეს სხვადასხვა საზომები არის, იმიტომ რომ მოლი იზომავს რაოდენობას და ლიტრი ვიცით რომ ზომავს მოცულობას. კონვერსია 18, ანუ მილიმოლი უნდა გამრავლდეს 18-ზე და ვიღებთ მგდლ-ს, ანუ მილიგრამს დეკალიტრში. აი ეს რაც ვიცით ხო, რომ თქვათ 90-მდე არის ნორმალური და თქვათ უზმოზე უნდა იყოს თქვათ 85-80-მდე, ეგ არის მილიგრამი დეკალიტრში. და ეს გაყოფილი 18-ზე, ანუ დაახლოებით 5.5 ეს არის უკვე მილიმოლებში, უკვე თვითონ რაოდენობაში. თვითონ რაც შეეხება გაზომვის ტიპს, პირველ რიგში არის აი ამ ტიპის გაზომვა, როცა სისხლს ვიღებთ პირდაპირ და თითიდან და ამ მომენტში რამდენი არის გლუკოზა სისხლში, ამას ვიგებთ, თუმცა ეს საკმაოდ არაეფექტური არის, იმიტომ რომ ერთხელ აღებული არაფერს არ გვაძლევს იმდენი რა მოქმედებს გლუკოზაზე. განსაკუთრებით არ არის ეს მეთოდი ეფექტური, თუ კი ვაკეთებთ ამას დილით მივდივართ სადღაც ლაბორატორიაში და იქამდე ადრე შეიცვლება ავა და ჩამოვას ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო გლუკოზის სისხლში.
ამაზე გაცილებით კარგი მეთოდი არის გლიცირებული ჰემოგლობინის გაზომვა A1C, როგორც არის ან HB A1C ის ზომავს ბოლოს 3 თვის შაქრის საშუალოს და გვაჩვენებს პროცენტს თუ რა პროცენტი ჰემოგლობინის არის გლიცირებული, ანუ შაქრით დაფარული. ჰემოგლობინი ვიცით რომ არის ჟანგბადის მატარებელი სისხლის წითელ უჯრედებში, რომელსაც მიაქვს ჟანგბადი ხო უჯრედებთან და ანუ თუ იქნება 5%, ეს ნიშნავს რომ 5% ჰემოგლობინის არის გლიცირებული. და მაგალითად 5 საკმაოდ ნორმალური და მისაღები რიცხვია. 7 მაგალითად ბევრი არის, საშუალო პროცენტულობა 7, ესე იგი ჰემოგლობინის 3 თვე ცოცხლობს ეს პროტეინი ცილა რა, რომელსაც გადააქვს და აი ამიტომ იზომება 3 თვეში და არა უფრო მეტი. ანუ მაქსიმალური სიცოცხლის ხანძრეობა ჰემოგლობინისა და თუ თქვა ჩვენ გავიზომეთ რომ ბოლოს 3 თვეში იყო 7%, ეს არის ბევრი და ეს არის საკმაოდ საგანგაშო რა, ესე იგი ბევრი გლიცირება მოხდა ძალიან აი ეს advanced glycation end products ხო, რაც წერა მისაუბრეთ, საკმაოდ ბევრი ცილა მიბმა მოხდა შაქართან და დარჩა შხამად ორგანიზმში, ანუ საკმაოდ ცუდია ეს და რაც უფრო დაბალია ეს H1C საშუალო, მით უფრო უკეთესია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეხლა ეს საშუალო კარგია, ბოლოს 3 თვის ვაანალიზებთ, მაგრამ საშუალო მაინც არ გვეუბნება მოძრაობას, ხო, თქვა, თავარი არის მაინც გავიგოთ მოძრაობა რა ხდება ჭამის შემდეგ და შეიძლება საშუალო იყოს, მაგრამ შეიძლება მოძრაობა იყოს ძალიან მაღალი. აქ შაქრის შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის როგორც საშუალო, ასევე მისი მოძრაობა, ამპლიტუდა, ხო, მაქსიმუმი, მინიმუმი. ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი რაც არის და თანამედროვე ეს არის CGM-ი ეგრეთ წოდებული, ანუ continuous glucose monitoring-ის სისტემა, ანუ განგრძობითი მონიტორინგის სისტემა. ასეთი მეც მაქვს გაჩვენებთ. ეს არის პატარა ასეთი სენსორი, რომელიც მიმაგრებული არის, აი ასეთი და არის პროგრამა, სადაც ჩანს აი ესე მთელი დღის მოძრაობა, ხო, გლუკოზის, აი მაგალითად, აი აქ ამ ხედავთ, ხო, აი ეს ასვლა არის საკმაოდ მელამიდის ეს რაც ეს საკმაოდ კარგი არის ეს. აი ამ შემთხვევაში მაგალითად მე მივირთვი ოსპი და ანუ საკმაოდ ნელა და საკმაოდ ჯანსაღად ავიდა შაქარი, რაც არის ძალიან კარგი. და აი ეს პლატო რომ ამდენ ხანში როგორ ჩამოდის დაბლა, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე როგორ ავიდა. და შეხედეთ ეგრევე შეითვისა ორგანიზმმა, რომ არანაირი პრობლემა არ ქონია. ეგრევე ქვემოთ წამოვიდა შაქარი. ეს არის კარგი, იმიტომ რომ ანუ უჯრედებში რომ მივიდა შაქარი, ამ უჯრედებმა ეგრევე ანუ მიიღეს. შემდეგ უკვე აი აქ ხილი ვაშლი შევჭამე, ნახევარი ვაშლი ოღონდ და ხედავთ ხო რომ უკვე აი აქ თუ იყო საკმაოდ ისეთი დახრილი 45 გრადუსიანი, აქ უკვე საკმაოდ ეგრევე ზემოთ წავიდა, მაგრამ არ წავიდა ძალიან ზემოთ, იმიტომ თვითონ მოცულობაში ვაშლი იყო ცოტა, ნახევარი ვაშლი იყო. და აი ხედავთ უკვე ხო როგორ გაუჭირდა, ანუ პლატო უკვე საკმაოდ ანუ აღარ უნდა თუ უჯრედებს აი ამ ზედმეტი გლუკოზის მიღება, იმიტომ რომ უკვე ზედმეტი იყო მისთვის და მამათვის ეს. ყველაფერი შემდეგ ჩამოვიდა და ეხა არის 4.8, ეს არის მილიმოლი, ანუ ეს არის უკვე რაოდენობის საზომი, ეს გამრავლებული 18-ზე, ამდენი არის უკვე მოცულობაში ლიტრი. ეს არის მაგალითად 3 საათიდან 10 საათამდე დღეს ჩემი გლუკოზის მოძრაობა სისხლში. ამგვარი მონიტორინგის სისტემით საკმაოდ მარტივი არის, რომ თქვათ ადამიანმა გააკეთოს ანალიზი თუ რა საკვები რა დოზით უმატებს მას შაქარს და რომელი პროდუქტის მიმართ არის უფრო გრძნობი არის ამ კუთხით. რა ზოგადად არის მიღებული, რა თქვა ჭამიდან, რა თქვა 30 წუთში აღწევს პიკს, საკვები შემდეგ 2 საათში უნდა ჩამოვიდეს აუცილებლად 7.8-ზე, იმიტომ რომ თუ 7.8-ზე მეტია, ესე იგი ხარ პრედიაბეტიკი, თუ 11-ზე მეტია უკვე დიაბეტი გაქვს და ნუ ეს პირობითია ძალიან, თუ გააჩნია რას ჭამ, რა სიტუაციაში ჭამ, ხო უამრავ ფაქტორს გააჩნია, რა სტრესი გაქვს, რამდენს მოძრაობ, რა ენერგიას ხარჯავ. ასე რომ ეს ყველაფერი არის პირობითი, მთავარი მაინც არის რამდენად უჯრედები მიიღებენ შაქარს რა. ის უჯრედები უკვე აღარ მიიღებენ შაქარს და ინსულინი სულ უფრო და უფრო ბევრი გვინდა ყოველჯერზე პანკრეასმა სულ უფრო და უფრო მეტი ინსულინი უნდა გამოყოს, რომ
ეს შაქარი, რომელიც აღარ ჭირდებათ უჯრედებს, იმიტომ რომ ვერ წვავენ, უნდა შეატენოს მაინც ამ უჯრედებში, ან ცხიმად გარდაქმნას, ხო, ადიპოზის ქსოვილად და ინსულინის რეზისტენტობას თავარი რაც არის, ანუ რაც ვახსენით ამ ვიდეოს დასაწყისში, სწორედ ეს არის, რომ ინსულინის მიმართ უკვე უჯრედები იჩენენ რეზისტენტობას და არ ემორჩილებიან ინსულინს და სულ უფრო მეტ ინსულინს გამოყოფს ორგანიზმი, რაც არის ძალიან ცუდი ორგანიზმისთვის, ძალიან ბევრი მიზეზის გამო, მაგალითად ის ინსულინი კანს ზრდის, ხო, თქვით რომ ნაოჭებიც ამის ბრალია, კიბოს უჯრედი თუ სადმე არის, ეხმარება რომ სწრაფად გაიზარდოს ეს კიბო, არტერიის შიდა ლაინინგს ზრდის, ხო, რაც ასევე ცუდია და რა ვიცი, ყველაფერს ანუ ინსულინი რაც ნაკლები იქნება, მით უკეთესი არის რა. ასე რომ ამგვარი ტიპის გაზომვა, მუდმივი გაზომვა და თქვათ ნახვა პლატო როგორი არის, ან შეთვისება ორგანიზმს რამდენად უჭირს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ინსულინის გაზომვა უზმოზე ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ინსულინის იზომება, რამდენიმე საზომია აქვს, მაგრამ ძირითადად არის მიკროიუნიტები მილilitrში. და ამ შემთხვევაში 5-დან 5-ზე ნაკლები არის საუკეთესო ხა. ის ვინც სპორტსმენი არის, შეიძლება 3-იც კონდეს და ძალიან კარგი არის რა და მაგრამ თუ ინსულინი უზმოზე არის თქვათ აი 7, 10, უკვე 10-ზე მეტი უკვე პრობლემა არის რა. შეიძლება ეს იყოს თქვათ არა შაქრით გამოწვეული ინსულინის ჰიპერსეკრეცია, ესეთ დარღვევაც არის, მაგრამ თუ როგორც წესი, შაქრით არის გამოწვეული, იმიტომ მთავარი ფუნქცია ინსულინის არის ზედმეტი შაქრის მენეჯმენტი სისხლში. კიდე არის ეგ ინდექსები, თქვათ HOMA-IR, გლუკოზა გამრავლებული ინსულინის შემდგ გაყოფილი 4 ნახევარზე, რომელიც ზომავს. ამ მთავარი პრინციპი მაინც ის არის, რომ ანუ რა რაოდენობა ინსულინი გვჭირდება ჩვენ, რომ თქვათ ამ კონკრეტულ რაოდენობა შაქარს ეს შაქარი წაიღოს რა, ანუ რაც უფრო ნაკლები ინსულინი, რაც უფრო მეტ შაქარს მივიტანთ უჯრედებამდე და შეიტანს ინსულინი უჯრედებში, მით უფრო ჯანსაღად ითვლება ორგანიზმი. ანუ ინსულინი თავის ცუდსახმის ნაკლებად აკეთებს, იმიტომ რაოდენობაში ნაკლებია და შაქარიც მარტივად მიდის. თუ შაქარი არ მიდის, შემდეგ როგორც გითხარით, ინსულინი იზრდება და ბოლოს უკვე ხდება ორგანიზმი რეზისტენტური, რაც არის მეტაბოლური სინდრომის დასაწყისი. ეხლა მეტაბოლური სინდრომი პირობითად 5 სხვადასხვა მდგომარეობა არის, იქ თუ წნევაც გააქვს, თქვათ, მუცლის გარშემოწერილობა დიდია და რა, მაინც სუბიექტური ის არის, მაგრამ ინსულინის რეზისტენტობა გაზომვა შეიძლება ეხა ერთხელ ორჯერ თქვათ ზუსტად ვერ დავასწროთ, მაგრამ მუდმივი მონიტორინგის შემთხვევაში მარტივია მივხვდეთ თქვათ ზუსტად რასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება ამგვარ მონიტორინგს, რაც ვნახეთ, ეს მუშაობს Bluetooth-ზე და ეს სენსორი, რომელიც მე გაჩვენეთ, იღებს შაქრის დონეს არა უშუალოდ სისხლში, არამედ უჯრედს შორის სითხეში რა, ანუ ორგანიზმი ხო როგორ არის, ანუ ჩვეულებრივ ფუნქციონალურთა სისტემა, როგორც გზა და როგორც ქუჩები, რომელსაც მიდის ხო ყველაფერი იგივენაირად სისხლთან მიეწოდება ჟანგბადი და ნუტრიენტები ქსოვილებს, მაგრამ კაპილარიდან იქ კაპილარის იქით შეიძლება იყოს რამდენიმე წყება უჯრედების, ხო და ეს უჯრედები მთლიანად მოქცეული არიან სითხეში. და ამ სითხეში შაქრის დონე დაახლოებით 10 წუთის დაგვიანებით იგივეა რაც სისხლში. და ეს სენსორი უკეთდება პირდაპირ უჯრედების შორის სითხიდან იღებს ამ მონაცემს რა, ანუ თუ დაუშვათ აისახება აქ 40 წუთში, რეალურად სისხლში დაახლოებით 30 წუთში მოხდა ის შაქარი და ეს უფრო პატარა ლეგი აქვს დროის. ორი სიტყვით თქვათ ასევე უჯრედის მიერ შაქრის მიღებაზე და რა ხდება თვითონ უჯრედში, როცა ინსულინი მიადგება უჯრედს და ეტყვის, რომ თქვათ უნდა ეს გლუკოზის გარკვეული დონე მიიღოს უჯრედმა. ყველა უჯრედში აყენია თქვათ სენსორი, თქვათ როგორც მანქანაში საწვავის სენსორი, ასევე უჯრედებში არის სენსორი, რომელიც ზომავს ენერგიას, თუ რა ენერგია აქვს უჯრედს, რამდენი იწვება მიტოქონდრიაში, ანუ რამდენი გამომუშავდება და რისი მიღება შეუძლია, ხო? თუ კი კემპს აქვს კიდე მნიშვნელობა, რა მაგალითად ეხა მსუბუქი მანქანისთვის
მნიშვნელობა არ აქვს, თუ უნდა გაიაროს 20 კილომეტრი, 10 კილომეტრს გაივლის რაღაც ყველაზე მაღალი სიჩქარით და მეორე 10 კილომეტრს გაივლის, ვთქვათ, ნელი სულით თუ პირიქით. ჯერ ნელა ივლის და მერე სწრაფად ივლის, ხო? თუმცა ორგანიზმს ძალიან მნიშვნელობა აქვს ტემპს, აქცევს ყურადღებას. თუ კი თავიდან მოხდება აჩქარება და პირველი ნაწილი იქნება, მაგალითად ვარჯიშის დროს, ხო? თუ კი ინტენსიური ვარჯიში არის, ჯამს შეიძლება დახარჯოს ადამიანმა სიტყვაზე 1000 კალორია, თქვათ ვარჯიშით, მაგრამ თუ კი ამ 1000 კალორიას დახარჯავს 5 წუთში, საერთოდ სხვა არის სიტყვაზე და თუ 5 წუთში ძალიან რთულია დახარჯვა 1000 კალორია მაგ სიტყვაზე. მაგრამ თუ დახარჯავს 20 წუთში, საერთოდ სხვა არის, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში 1000 კალორია, მაგრამ როგორც აღნიშნე, ეს არაზუსტი საზომიც არის ზოგადად კალორია. მაგრამ ტემპს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ კი ნახავს სენსორი AMPK ქვია ზუსტად, თუ კი ნახავს ეს რომ საკმაოდ სწრაფად ხდება ვარჯიში, ამ შემთხვევაში თუ კი მიხვდება რომ რაღაც კონკრეტული ტემპი არის დაჭერილი, ამ ტემპის მიხედვით იწყებს უკვე ენერგიის გამომუშავებას. მაგრამ თუ კი თქვათ ხედავს რომ კი ეს მუდმივად ორგანიზმი თქვათ რაღაცას ცდილობს, მაგრამ ტემპი არის საკმაოდ ნელი, შეიძლება იმდენი ენერგია აღარ დაწვას. ამიტომ იგივე გახდომისთვის, ვისაც აინტერესებს და მიზნად აქვს რომ გახდეს, ერთი არის თქვათ რას მივიღებთ, მაგრამ მეორეა რა ტემპით მივიღებთ და რა ტემპით ვივარჯიშებთ, ხო? თუ არის ენერგიის დახარჯვა, აუცილებლად ჯობია რომ ინტენსიური ტემპით დაიხარჯოს, სწორედ ამ შემთხვევაში უჯრედი იწყებს განსაკუთრებით სწრაფად წვას. თვითონ რაც შეეხება კუნთების მასასაც აქვს მნიშვნელობა, საერთოდ კუნთების მასა ეს არის დიდი აქტივი, იმიტომ რომ თუ ადამიანი თქვა 50-60 არის და კუნთის მასა დიდი აქვს, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ბევრი ადგილი აქვს, სადაც შეუძლია გლუკოზა წაიღოს. და თქვა თუ კი ინსულინი უკვე ისეთი ეფექტური აღარ არის რა მაგასაკში, ხო? და ის თუ გვინდა რომ არ გაიზარდოს ეს ინსულინი, მაშინ თვითონ მარტივად უნდა მოხდეს, ხო? ამ შაქრის წაღება, ცოტა ინსულინმაც უნდა მარტივად წაიღოს ეს ბევრი შაქარი და თუ იქნება ბევრი კუნთი, შესაძლოა ბევრი საცავი იქნება, ხო? იმიტომ რომ კუნთში გროვდება შაქარი გლიკოგენის სახით და თუ ბევრი კუნთი არის, წვაც ბევრი შეუძლია, როცა დაწვაზე მიდგება საქმე. მოდი ხა ბოლოს ვთქვათ თვითონ საკვებები და ჯგუფები გამოვყოთ, ხო? რა ჯგუფები, რა გლიკემიური ინდექსით, როგორ მოქმედებს, ეს ორი სტუთქვით, მაგრამ კიდევ ვახსენებთ რა. პირველი ყველაზე სწრაფი შაქრები, ასე ვთქვათ, რაც არის, ხო? შაქრები ეს არის სითხე. აი მაგალითად ხილი, თუ კი ხილს ისედაც მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს, მაგრამ როცა ვთქვათ მივირთვით თვითონ ხილს, ანუ ამაში არის ბოჭკოც. ეს ბოჭკოც არის ორნაირი, არის ხსნადი და არის უხსნადი. როცა ბოჭკოსთან ერთად მივირთვით, ეს ბოჭკო, ასე ვთქვათ, გაეგლისება გარედან, ვთქვათ, ნაწლავს და ნელა ხდება შეთვისება შემდეგ, ხო? ამ ბოჭკოს გავლით, მაგრამ როდესაც გამოვწურავთ წვენს და მხოლოდ წვენს ვამთ, არაფერი აღარ იჭერს იმას და პირდაპირ ძალიან სწრაფი ტემპით მიდის ეს შაქარი, ხო? რაც უჯრედს, ვთქვათ, უჯრედისთვის არის მესიჯი, რომ ძალიან ბევრი შაქარი მოვიდა და ამდენს ვერ მიიღებს და ვთქვათ, გააგზავნის ცხიმოვან უჯრედად გარდასაქმნელად, ასე ვთქვათ, ამ ტრიგლიცერიდებს. ასე რომ თუ ხილი არის ზოგადად ძალიან სასარგებლო, როგორც ვთქვით, ბევრი ხილი არ ვარგა, იმიტომ რომ ფრუქტოზა შეიცავს ბევრს. თუმცა, თუ კი შაქრის მიმართ გრძნობიარე ადამიანი და ინსულინის რეზისტენტობა ეწყება, საერთოდ შეიძლება ხილის წვენის დალევა ჯობია საერთოდ არ დალიოს რა. და ვთქვათ, შეიძლება ხილიც კი ძალიან შეზღუდულად ჯობდეს რომ მიიღოს, ვთქვათ, ერთი ხილი ბავშვი, ერთი ვაშლი დილით, ერთი საღამოს და მეტი ჯობია, ან შეიძლება საერთოდ ესეც ზედმეტი იყოს, უკვე ისეთი მდგომარეობა იყოს რა. ასე რომ ზოგადად ჭამის დროს, ხო, ნებისმიერ საკვების დროს, თუ კი ბოჭკოვან საკვებს, მაგალითად ბოსტნეულს მივიღებთ თავში და პულს და ვთქვათ, ნამცხვარს, სადაც არის ბევრი შაქარი, ხო? უფრო მოგვიანებით ეს ძალიან გაუმარტივებს ორგანიზმს შაქრის მართვას, იმიტომ რომ შაქარი მიეწოდება ნაკლები ტემპით. გამაგრილებელი გაზიანის სასმელები, ყველაზე დიდი პრობლემა არის ამ მხრივ რა.
ამიტომ პანდემია შაქრის როგორც თქვი ცოტა ხნის წინ და პირველ რიგში ამას ეხმარება ის რომ ხელმისაწვდომი არის ყველგან ეს ტკბილი სასმელები. მეორე ჯგუფი ეს არის პურპუნტშეული ჯგუფი და ეს არის გადამუშავებული ნახშირწყლები. პირველი ხარისხის ფქვილი, ხო, ანუ რაც უკვე ვისაუბრეთ, ხორბალი დაფქვილი და ამოღებული ყველაზე უსარგებლო ნაწილი, შუა ნაწილი, სახამებელი, კატოდა ენდოსპერმა გადაღრილი, იმიტომ რომ მალე ფუჭდება და აი ეს პურპუნტშეული არის ასე ვთქვათ ნომერი მეორე გადამუშავებული ნახშირწყლები და პურპუნტშეულის გარდა ძალიან ბევრი შეიძლება იყოს. ასევე ჩვენ ვთქვით რომ საკვები რომელიც არის განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურაზე გადამუშავებული ის უკვე ძალიან მარტივია ორგანიზმისთვის მისი დაშლა რომ ძალიან სწრაფად ხდება ასე ვთქვათ მისი შეთვისება და ასევე ვისაუბრეთ იმაზე რომ ადამიანის ინდივიდუალური დნმ მიკრობიომი ხო ის მიკროფლორა რაც არის ჩვენ ნაწლავებში ამაზეც არის დამოკიდებული რა ეს მონიტორინგის სისტემა ეხლა მე მაგალითად ჩემ თავზე უკვე ზუსტად ვიცი რა დოზით მოქმედებს მაგრამ სხვა ადამიანებს უსმენ ან სხვა ადამიანების მინახავს საკმაოდ განსხვავდება რაღაც პროდუქტები იგივე რაოდენობა იგივე დოზით საკმაოდ არის განსხვავება რაღაცაზე შეიძლება უფრო კონდეს თქვათ უფრო მეტად მიზრდიდეს შაქარს ვიდრე თქვათ სხვა ადამიანს და სხვა პროდუქტი პირიქით იყოს ასე რომ ამასაც აქვს მნიშვნელობა ანუ რა მიკრობიომი და ასე ვთქვათ რა დონის სტრესი, ჰიდრაცია და ასე ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ხო? მე მგონი დავფარეთ ყველა თემა, რაზეც მინდოდა რომ მესაუბრა, ანუ შაქრის გარშემო მეტად ყველაფერზე ვილაპარაკეთ. ამის შემდეგ ამ თემას შევეხებით უკვე კონკრეტული მიმართულებები იქნება, მაგალითად გახტომის მიმართულება, მაგალითად intermittent fasting-ის თემა, ხო? ანუ შიმშილის თემა, იმ შიმშილი ვიცით ხო, რომ კარგი არის, განსაკუთრებით თუ კი დიდი, ვთქვათ, 13 საათიანი, 14 საათიანი შუალედი არის საღამოს ჭამიდან დილის ჭამამდე და ასევე სნეკინგი ძალიან ცუდია, ხო, ჭამებს შორის რაღაცის შეჭმა განსაკუთრებით შაქრიანის, ეს ორგანიზმს ხელს უშლის, გარდა იმისა, რომ იტვირთება პანკრეასი და ზედმეტი ინსულინი გამოიყოფა, ასევე ანუ შაქრის ხშირ ცვლას უწყობს ხელს, ხო? ანუ არის მნიშვნელოვანი თემები, კიდევ რამდენიმე პრაქტიკული და შემდეგ ვიდეოები უკვე იქნება ამ კონკრეტული მიმართულებებით, ასე ვთქვათ რა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედი მაქვს, რომ მიიღეთ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დროებით.